საღამო მშვიდობის მეგობრებო, ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს შესთავაზა რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველოს სათამაშო მოედნად გამოიყენოს. სალომე ზურაბიშვილი გაბრაზებულია. ამდენ ქვეყანაში ომობთ და ამ ერთ ციცკნა საქართველოს რატომ წირავთ მშვიდობისთვისო? ნათელაშვილმა ამის თქმას ისევ დაუნიდიქტეიტეს თქმარჯობდაო, ვინუსნეს მე მგონი სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად ლაპარაკობს გაუგებრად. ხალხს რამე რომ არ მოეწონოს იტყვის, მაგას არ გულისხმობდიო, ხო? მოკლედ ამ ქალბატონმა ორი ენა იცის. დამპრეული ქართული და სამავნებლო ინგლისური. ხო. ამერიკის ახალი პრეზიდენტი, მულტიმილიარდელი და უბრალოდ კაცური კაცი, ოქრო კაცი, დონალდ ტრამპი აცხადებს. არსებობს ორი სქესი, ქალი და კაცი. ქართულმა ოპოზიციამ ბარემ ისის თქვი, ოჯახის სამშობლო და ღირსება მთავარიო. ამ განცხადების შემდეგ საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია სამრეცხაოდ გადაკეთდა. თუ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, გამოდის რომ მხოლოდ ორი შეურაცხყოფა არსებობს, ხო? არაქალო და არაკაცო. დიასახლისები კი იზახიან, როცა სახლში მარტო ვრჩებით, ქალიც ჩვენ ვართ და კაციცო. კარგი ამბავი გვაქვს, სხვათა შორის, მეგობრებო, მოამზადეთ ხელები. არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიზიტის შემდეგ განაცხადა. აბუ-დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო 6 მილიარდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ამაზეა ნათქვამი ოპოზიცია ყებს და ქარავანი მიდისო. ბურჯ ხალიფას წინ სასწრაფოდ ჩაინიშნა ქართული ოპოზიციის აქცია სახელწოდებით. არა არაბულ კანონს. მთელი 6 კაცია მისული. გუგავამ კითხა მე ნათელაშვილს 6 მილიარდი რამდენი ნულით იწერებაო და შალვამ ეგ როგორ არის ბიჭო ამ ხელა კაცმა. რა თქმა უნდა ბევრი ნულითო. ჩვენს შოუს კი მუსიკალურად აფორმებს ბენდი ნახვებით მილიარდელი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. აი რა გითხრა მე ხედავთ მაყურებლის დიდი წინააღმდეგობისა, მე და ჯიმი მაინც ჩავწერეთ კიდევ ერთი დუეტი, რომელსაც ეხლა შემოგთავაზებთ და მოусმინოთ თუ შეიძლება. Mարտალსა თუ ჩორზე გამიგე
გადაცემის სტუმრები არიან ანეკდოტებისა და მხიარული ისტორიების უბადლო მთქმელნი. კარგი ხალხი, გემრიელი, ჩასახუტებელი, მოსაფერებელი, ზესტაფონიდან გოგა ხიჯაკაძე და ირაკლის უქნიძე, იგივე ხიჩინი, მეგობრებო, აპლოდისმენტები. მოგესალმებით, ბატონებო. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან. ჩვენ არაერთხელ შევხვედრილ ვართ, მეგობრები ვართ, ძალიან ბევრჯერ უпроსწორად, მაგრამ ასე გადაცემის ფორმატში პირველად ხარ. მერული სისხლი. კი ბატონო და ძალიან გამიხარდა და რა ვიცი. აწის უგელით და მისვლა-მოსვლა არ გვეშლება და შესაბამისად. პირიქით ჩვენ დიდი მადლობა ესეთ დაფასებისთვის ბატონო გიორგის შემოგევლით. გაიხარე. ესე იგი, ირაკლი დაგიძახო თუ ხიჩინი? თავის სახში მიცნობენ მარტო ირაკლის უქნიძე. მაინც ხიჩინია ჯობი. ხიჩინი ჯობი. კი ბატონო. ხალხი გიცნობს ხიჩინით ყველა და ძალიან ბევრი ადამიანი გიცნობს და რატომ გეძახიან ირაკლის? თავის უკვე ცოტა უხეშად ვზნობ ირაკლის რომ ირაკლის ხო ისე ყოფილა რომ ირაკლი დაუძახმე და არ გაგიხედა? არასდროს არ ამიხედა. მარტო დედა ჩემანანა. და ხიჩინიზე ნახა დავსწავლოთ ყველა. ხო, სხვათა შორის მეგობრებო, უნდა აღინიშნოს ხიჩინი, ვისაც ეხა ისე გინახავთ, სუფრასთან გინახავთ, არ იფიქროთ რომ ტელევიზორი გაგიფუჭდათ. უბრალოდ ამ ადამიანმა ესეთი კარგ ფორმაში ჩადგა და წეღავს საუბრობდი და ახლა ასე გამოიყურება, ხო? კი ბატონო, ოცნების მამაკაცი. ოცნების მამაკაცი გახდა. კი ბატონო, ოცნების მამაკაცი. წეღავს საუბრობდით, ესე იგი, მოკლედ ძალიან შეიცვალე. ნუ მაგ მიმართულებით მე ხა. კი, რადიკალურად 120 კილო დავიგელი. 120 კილო. ბრავო. ისე რო გიყურებ, ხო, ერთი დათოლიკლიკაძე გაქვს აკლებული, ხო? დათოლიკლიკაძეს და მიხო. ხო, აი გასი დავითი, მეგობარი. ხო, ნუ ფაქტი ეგრე არის. სხვათა შორის, მე ხა ვიცი და ყველა მიცის რომ სულ ხართ ხოლმე ესე მოწოდების სიმაღლეზე ამ იუმორისტული ამბებით, ანეკდოტებით. უშრობი წყარო, თან იმერეთიდან. ოჩეთა. ზესტაფონი. თან ახლა კახეთი და გვემატა. ჩვენიც მაგაცები და კი ბატონო. არის მოკლედ აჭარა, კახეთი. ყველა აღებული და ყველაფერი და იქიდან აქედან ყველაფერი. ხო და ცხელცარიელი არ იქნებით ჩემთან მოსული. გამართა. ხო, მაგრამ ახლა უცებ ერთს მოყვები, უცებ მახსენდება. ადრე აქვს მოყოლილი, მაგრამ ხო იცი ჩვენ რო ღვინის გასასმიჯად რო წევედით. არა, არ მახსოვს. მე კობაგურეშიძე ცხონებული ნიკაზაკაძე, მუსტანგი ყველა ვიყავით 300 კილო. ხო. მივედით ღვინის გასასმიჯად რა. მე ხიდასცეს იმ ოჯახს. ორი ოპიმით ვიყავით, ორი ოპელომეგით ვიყავით სასულე. ღვინის გასასმიჯად. ხო, გადავედი ხო, ბიზია მიშველი მეუთხარი 100 ესე ხვანჭკარა უნდა წამოგვიდო. აბრულაურში ვარ. ხო ის ახლა იმერეთი მაინც რა ხანი კიდე მოუდე ხალახინა ბიზია მეუთხარი რა ბაგში ერთი ჯიქა გამასინჯე თაბიჯოს ფეხსად გვა მე ვაშობა რას დევიკელო მარიაჟო ისე ხო რაც გაგწა ხო და უცებ თან მოკლეს მოყვები რა ცოტა ბევრი გვა კიდე სალაბარაკო ახლა ერთი ჯიქა ხო მომაწოდა ახლა ეს კაცი იღებს ასე ჯერ ღვინოს ხო და მე ნელა რო შემოგზახი ბიჭებს მოდი ვიდა და ის რომ მუხსე ჩაღო ხო, ჩემი. ზიაო, ესო ახლა რაზდალიეთ, ეს გადეიხადეთ ოს. გადაებოში. კაცად მეკსაყოლა მოჯახე ახლა. ო, თქვენი გასინჯვა იქნებოდა. ხო, თქვენი სვირში დალია დიდი განსხვავებული ხიჩინმა. და გახედა ერთი 80 წლის ბაბუზის ამ ოჯახში და ძალიან დიდი განსხვავებული დალია ხიჩინმა და შეხედა და წეიღოს სამიშაკი ვენახი ამ ორი წყარი ვენახი წეიღო ამი. სამართლა სამიშაკი. გოგა, ნახე ეხლა შენც უნდა გთხოვ ეხლა იგივე რაც ხიჩინი უბადლო ამბავია მაგ მიმართულებით და ამბების იქნება ხიჩინზე კი მოყევი, მაგრამ ისეც რაღაცეები ხომ არ გაქვს მოტანილი ჩვენთვის. ანუ როგორ არა. მე მიდი გამოვიში მაშინ. ჩემი ლაპარაკი ნაკლებად დაინტერესებს ახლა ხალხს. კი ბატონო, მილიონის საქმე მოგველოდებია გოგა და გამიგეთი ეხლა მაგრამ ერთი ზესტაფონელი პერეგონში ყოფდა და მოდის გერმანიიდან რა. სახელს ვიტყვი მარტო მალხაზ, მოდის ეს მალხაზი გერმანიიდან გამოელია. თანხა აღარ აქვს. თანხა აღარ აქვს შემოდის ბულგარეთში და პოლიცია ეჩალიჩება ფულს რა და რა ქნას მალხაზმა ვერაფრით ვერ აგებიებს რომ ფული რქს და ფაფუ ევრო ფაფუ ევრო თუ დაუჯერა მე და თუ დაჯერდა იგი ფაფუ ევროს თუ არა ამა გეუხსნა ისა ერთი მყავს მართლა სახელი და გვარი არ მინდა თუ არა უნდა გადავიკიდო საშვილიშვილო არ გადავიკიდო ესე ხო ესე იგი როდალოს ჭიდება საშვალებადია ახალგაზრდა ბავშვი ვერ აკავებ 7 კილოიანი ვერ აკავებ 16 უნდა ამუშაო
გათრომი ვერცნობს ახლა სახში ვერავის არც ვერც დედას ვერც მამას ვერც ძმას ვაფშე ვერავის ვერც მეზობელზე ხო აღარ ვლაპარაკო და ბოლო გადაწყვიტა რომ დემთვისა დებად დააბეს ხო ჩვენში დააბეს გაჭედა ხო მამამისმა თქვა ვინც ეს აქიდან უშვას იმის ასე და ისო დააგინა მწარეთ ხო და ეს დაღლილები ბიჭო გასავათებულები ამისყრარებით იმით და ბიჭო დაიძინეს რა გამთენიარი 6 საათი რა და უხოცა და ნანერვიულებული კაცი აქეთი და შუა დღეა კივის ეს მოვში ამიშვით გამოხედა არსენა მეზობელმა 3 საათია უკვე და მოადგა სიცხე ბიძიაო გეხვერწები რა იქნებო ამიშვიო რა ძალიან ცუდად თვალო სიცხეა რა ვარ იფთო ფესბუქში და ეს ეუბნება ბიძიაო რა ვქნაო მამაშენმა ისე დააგინა ახლა მაგ აშვებით ვერაო მაგრამ ჩერვაში გადაგაბავ თუ გინდა კარგია ჩვენ ყავს ერთი რევაზოვიჩი იცით თქვენ კახას არნაძე აი მაშინ დამადაგონე რევაზოვიჩი მოვიკითხოთ კაცო დიდი პატრიოტიზმი რევაზოვიჩი მიდის სოფელში რა მაგარი ეს ძალიან მაგარი ისტორიაა და ამია რა და ნასვამი ბუხოვი მიდის რევაზოვიჩი და გაიჩით ესე ხასასტავით გას უბანში რა ხდებაო იკითხა რევაზოვიჩმა და ის დაიღუპაო ჩვენიო მეზობელიო რომელი მეზობელი მე რა თქვა რა საკეთებთო და ძმასო ვერ ვაგებიებთო ვითომ ვერ ვეუბნებითო რა მე მივალ და მივიდა და გოჩა იძახის რევაზოვიჩი და გამოხედა ხლა ამ კაცო რევაზოვიჩი როგორ ახარო თქვენ რამდენი ძმები ხართო ზარნაძე ეუბნება გამოშტერ და ახლა ის და ეხლა გაგახსენდა მაგას არ იცი ერთად გავიზარდე არა მაინტერესებს რამდენი ძმები ხართო სამიო იმალ ხო და დარჩი 2 აღარ ხარ არა რატო უნდა ფაინე დარჩი 2 არ არის ჯაბოვიჩი სად არის მომენა ჯაბოვიჩი კი მოგენატრა მაგრამ ესე იგი ნახე თქვენ ახლა ისეთ კარგ და მაგარ ისტორიებს ყვებოდით და ყვებით ხო რომ ჯაბოვიჩმა თქვა რომ მე ახლა მაინც დამასვენეთო და ანუ ხვდები ანუ ისე რომ გადავყოცნო თუ შეიძლება თუ არ არის მოდი აგენ სად არის ჩემი ჯაბოვიჩი რა ჩემი ჯაბოვიჩი ვიჯო შეგერა მოდი ეს შემოგერ უკეთეს და ჩვენ ნახავ ვით უშავ ვით გლეხია ვიცი მარტივწებელია საქართველოს არ უყურებს არა ჩემი ჯაბოვიჩი არ უყურებს ყველა შეუძლებელია შეგენაცვალოს შენ რო იცივით ხორმა აყარა კეჩები შეშენი ყოდეს მე აჯამეთის მასხოვარი გოგნის კარუგდებელი ბოცების მინა გიორგი ტყიბულის ხაჯვარი ზოროთის დედახტისა ხოტევიდანი კორპინა ზემობარი ქვემობარი შენდაგროს კიცე მასშტო უნდა იცი აღარ დავენო ხდამანებს ასე არ დაულოცია მე უკვე ვერ დალოცავ შობელს ჯაბოვიჩი მე უკვე ვერ დალოცავს ესე ვერცერთი მეუფე ეს სხვათა შორის საფირმო არის შენი ისე კაცის გასულელებაში ხიჩინს ბადალი არ აყავს არა დედას პიცა ვარ სკავსი არ არსებობს აი სულ რა ქონდა ჩვევათ რა ახლა შეხედეთ არის ხო ამ ხელა გაბარიტი 300 კილო იყო კაცის საჯართეში იწონებოდა არც ერთი სასტორი არ ძონი და ხიჩინს სადაც არ უნდა ყოფილიყო სუფრაზე სადაც არ უნდა ყოფილიყო სუფრაზე ყველაზე პატარა ბაცაყვერა კაცი გამოეკიდებოდა ის გინდა თუ არა უნდა დავლიო და ბოლოს მაგრათო დაათრობდა ამ კაცს და დაიძინდა ბუხზე ნამო უძახოდა და ხელი ღამე ყავდა აკიატებული ისე ყველაზე მეტი მაგალითად აი შენც რო იტყვი და უშუალოდ როცა მაშინ ფორმაში იყავი დასალევის კუთხით აი რამდენი მაგალითად დაგილევია ხიჩო ეხა რავი რა გავაკეთო აი თუ დამიჯერებ რატო არ დაგიჯერებ 20 წლის განმავლობაში 20 ლიტრ ღვინოს ვსვამდი ყოველ დღე მქონდა ხოლმე ინტერვა ეხა მაგათ ერთ ყოველ მეორე დღეს მაინც ხო რა ასე რო ვთქვა და რო გადავიანგარიშეთ მე რა ისე უხეშად დღეში 5 ლიტრი ვიანგარიშეთ მე ხო აღარ ვსვამთ ხო 98 ტონა ღვინო გამოვიდა და რამდენი 98 ტონა ეს ყველაზე მინიმალური დიანგარიშეს ეს დღეში დავაბალანსეთ ყოველ დღე მართლა ხო არ გიწევდა სმა 4 ნახევარი ნუ საშუალო ანუ ევროპაში რაც ესა გვაქვს რა ქვია იმპორტი გვაქვს იქით ახლა კი ბატონო მაგ ყველა და სხვათა შორის არაკიშვილი არ ვიყავი ხო და 5 ტონა არაკი გამოვიდა ბოლოს პახმელი იყო ხო გელა დამკვრელი ყავს ერთი გელა მაჭავარიანია კაცი გვარად რა და გელა ქვია სახელი და ამან გადაუკეთა გვარი ჩემი გელაგნოლიძე ხარ უცახი და თელი ზესტაფონი გელაგნოლიძე გელა მაჭავარიანს გვარი შეუცვა აი ზოგი დამწეს საზოგადოება ხო თან მაგარი ნიჭიერები დამწეს საზოგადოება ბიჭო ხო იცი რა ზოგი ვერაგი ქვავდა ხოლმე და გელას ველოდები გროჩ იმას ელოდები ბიჭო ხო და გელა რამდენჯერ ხალხი რო შემოსულა გელა მოვიდა და ის გელა არ ხარ ის გელა არა სხვათა შორის ის არაჩვეულებრივი პიროვნებაც გელა მაჭარაშვილი ხო თუ მაჭავარიანი ის თუმე სხვა მუსიკოსების სიმღერებს ღერის
გავიზიოთ, არ არის კი პრობლემა. ბატონო, ეგენაცვალი. მაგარი გემრიელი შოუ გაქვს და მინდა გითხრათ რა. ძალიან შეხმად გეფიცები ახლა ბიჭო რა. და მაგნები ხარ. იჩინი პირდაპირ თქვენი არაფრით არა, რატო იცი? ბიჭო, აურას აქვს დიდი მნიშვნელობა რა. ახლა რაზეა საუბარი? პატა ჩვენი მეგობარია, ბიჭო, მაგათ ენაცვალო ჩემი თავი, ჩვენი ოჯახის წევრები. არა, ჩვენი ოჯახის წევრები არიან და კაები ხართ რა, ვაფშე და თქვენი თავი იყოს 100 წელი მიყვოს ერთმა კარგად. გაიხარე, მეფე, გაიხარე. უბრალოდ იუმორი და მეტი აბლოდის მენდე, არ გამაგონო, ჩაგმოვიდა. აბა რა, რა შემართება აქ ახლა? სუფრაზე როგორი შემართება ექნება? გამარჯობა, სოფელო და ქალაქო, რესტრივა შენი სამოქალაქო, შეგენაცვალო შენ. შეგენაცვალე, თუმცა თქვენ აქედან სადაპირებთ მერე წასვლას? აქედან ახლა ვაპირებ. მაგვინიცის. ხაშურში მივდივარ. ხაშურში ვიო? ხამადა არის ქორწილში. თამადა ხარ ქორწილში. არა, ნათლობა აქვს შვილი, სად ჩვენი მეგობარია. იქ მივდივარ. ხო. ახლა სიხანძაზა მინდა რომ მევიკითხო ასეთი ბახტა, უკნიდან უშავს ლოყები რო იცინი. და მისი მეუღლე ნათია, აულაგებელი, სუფრა რას უძლებს ეს ოჯახი არ ვიცის, ხო? მუხრანში. იქ ვარ კარავი დაცეული. გამოაღე, მასივარი, ალიევის მასივარი, არ არის იმასთან არაფერი. საჭამადიანი ოჯახი. საჭამადიანი ოჯახი. მაგარი, არა, რატო გეუბნებთ, იცი, ბაბი მომწერა ტელეფონზე, ხარო, არ გავუშვა, ჭადებს დავაწყობ ახლავეო, ხო და მე სხვათა შორის ჭადის გაკეთება არ ეშლება. ხო, არა? არა, ძალიან მაგარია. კი ბატონო, ძალიან ბაბი ზოგადად ნიჭიერი გოგო არის. ნიჭიერი გოგოცა, ჯერ ვიკითხე საიდან, რა ფერი, დედა, მამა, ბიზა, ვენაცვალო, ჩემი თავი, აჯამედი რა, ასელა ვარაგე მე შვილი გამონახე. კი ბატონო. თუმცა ესე იგი მე ვიცი რომ გარდა იმისა რომ ესე იგი არაჩვეულებრივი ისტორიებით მობრძანდით და კარგი რაღაცები მოგვიყევით და ძალიან გახალისდა ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ. და რაც მოახერხეთ ახლა. ზოგადად ახლა ბიჭო ბევრი ვერ აგიქოს ხო, მე სწრაფი მას ჩალაპარაკებას. ზოგი ასე რომ მივიტანს ხო, ახლოს ხო იწას. და მე ასე ამნაირი კაცი ვერ აგიქოს და. ვი ცოტა სარტიარონების არის, მეგონი ცუდი არ გამოსულა. რა ცუდი, ძალიან კარგი იყო აგერ მაყურებელი. მილიონი საქმე აქვს. თანიზეთის ტრაფია ტენის მარტო თამაშობს, ხედავ რა შევა, კაცი. კი ბატონო, თუმცა არის კიდე ამბავი, რა ქვია, სიმღერასთან დაკავშირებით. გეტყვი ახლა სიმღერასთან. მე მაქვს ამოჩემეები სიმღერების რა. ახლა ეს მაქვს ამოჩემებული ეს სიმღერა რა. ბატონ გია ბაღაშვილის მოვიკითხა მაგას ენაცვალო ჩემი და ბატონჯერ კი ეს პოპული გაუკეთებია და ზურა მანჯავიძე ჩვენი ოჯახის წევრი ჩვენი ძმა ეს ბიჭების სახელი აღარ მახსოვს საუთხი ბიჭი მღერის გიგაო თუ კიდე რა ქვია წყაროს თვალზე გოგო მოდიცის ნამეთა ხო ანდრია ნიკო მოვიკითხა მაგრამ რაღაცა მიყვე ხო და მიყვარს რა ეს პოპული და თუ ბიჭები მიყვე ხო და მოყვარულის დონეზე ახლა პროფესიონალის ცხოვრებას შენ ყოფილი არა პროფესიონალი ხარ შენ უბადლო ჩემი საქმეა ჩემო ჩემი ახლა ბევრი არაფერი მაგრამ მინდა რომ ვიმღერო მერე მიდი ვიმღერო ეს ფერცი ძოლი წინასწარ უნდა მემღერა რა ხო და მერე ვიმღერო მერე მიმიშვი აი იუმორს უხდება კაი სიმღერა დაუშვა ძალიან მიდი ძალიან გელა მიიღეს თუმარი აი ხარეთ გენაცვალე წყაროს თავზე გოგო მოდის ისლამივითა გოგოა თუ წყაროს ხალამაზე აირიდა შეძღვახარ და მე კი ზღვაზე ვდგავარატივითა შემვითხარ მოსაგოგო ხამარა დამაგვიანა და არავ ჩემი ბრალია შევხედე და გულის კარი და ამაჩაღია და მითხარა გოგო მოსულა ხომარ დამაგვიანა და ჰეილა Hey da varale, hey da varale, hey da varale, Baba keba tapulsi tsaros magiurata dinatre, okhval damitqar turvilida, shenche motvalis sinatale. Im karbukiana zamtarasi barrakiana zamatoda Itsive solarvi guzliata shenze fikarbi matoda Hey da hey da hey da hey da hey da varale Hey da hey da hey da hey da hey da varale Pizzari, dei mi saccher sarvi tvigmet ma usveloso vizzari da ma usveloso vizzari ma usveloso vizzari che siamo sulla samzemo quamzemo che sa sulla shawi grubedi che si harur samzemo quamzemo
გოგა ხიჭაკაძე და ხიჩინი იყვნენ დღეს ჩვენი სტუმრები, აპლოდისმენტები. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ერთი კონცერტის ხალხი. ანსამბლი ფორტე და მუსიკოსი ბატონი დავით მაზანაშვილი. აპლოდისმენტებით. გამძანდით? ზურა. ხო არ გეკომფორტულება? მანახე ერთი. არ არის ისეც. ერთი წუთი. მოდი შენ გენაცვალ. შენ რაღაცა სუდარჩდებია. სულ მინდოდა სიახლე ცხოვრებაში. რა არის ისი? არა, უფრო დიდი მაგიდაა. შენ სკამი დამიტოვე და მაგიდას გაგატან ძმა უფრო. კი ბატონო, მაგრამ რა არის, არ უხდები ჩემ გოგოებს მოდი. ხო. მოდი დავზანდით. შეგე კი არ შემაქო. კი არ მითხრა რომ რაღაცა შენ სუხტები გოგოებს მაგრამ შორის ხება დიდება დამთავრებულია. კასაგებია. კი არ იცი რომ დღეს ახლა ჩემთან ხარ სტუმრად და ჩემ ხელში ხარ. ვაიმე. მოგესალმებით. გამარჯობა. მეგობრებო. როგორც ყოველთვის მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით. ჩვენც ასევე დიდი დღეს მადლობა. განსხვავებული შემადგენლობა ბატონი დავით მაზანაშვილი არის კიდევ სტუმრად ჩვენთან ერთად და ძალიან კარგი სიახლეებით ხართ და არც თან სხვანაირად ვერ დაგვასერიოზულეთ და აი კომისია გავაძლიერეთ. კი ბატონო, ეგეც არის. და ძალიან მაგარი ამბები უნდა გითხრათ ახლა, ხო? ანუ როგორც ვიცი 7-8 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ბატონი გოგით საბაძის 100 წლისთან დაკავშირებით საიუბილეო კონცერტი, ხო? და მთელი წელია გოგით საბაძის წელს. გიორგი საბაძე თეატრსა და კინოში. ასეთი სახელწოდებით. სადაც ნუ სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი დავით მაზანაშვილი ბრძანდება. სხვაგვარად არ წარმოგვედგინა. გითხარით ახლა ბატონო დავით, ასევე თქვენს მეგობრებო, როგორ მიდის სამზადისი? მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია მივესალმები ბენს, ჩემ მეგობრებს. ბენდიდან დაიწყო კი ბატონო, მაინც კი ბატონო. აბა და იცით რა არის, ხა მაყურებელმა იცის რომ ეს კონცერტები უკვე кайხანია დავიწყეთ, ბათუმში გავხსენით 24-ში აგვისტოს, დაბადების დღეა ბატონი გოგისი და იმიტომ 18 სექტემბერს თბილისში იყო და ქუთაისში 6 ოქტომბერს და აი 18 სექტემბრის კონცერტი დიდი თბილისის გალა კონცერტი ესე იგი ისე მოხდა რომ ერთ კვირაში აღარ იყო ბილეთები და გული დაწდა მაყურებელსაც და ჩვენც რომ ვერ დავამატეთ რა. ამიტომ ეხა მაყურებელთა თხოვნით ეს 2 დღე რაც თბილისში ჩატარდა იდენტური კონცერტები და გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ 6-7 თებერვალს, 7 და 8 თებერვალს. ხო, 6-ში გენერალური რეპეტიცია. ესეც ერთგვარი კონცერტია, მაგრამ ისე გენერალურ რეპეტიციაზეც რომ გაგვეყიდა ბილეთები. ფეხბურთზე რო იციან ხო? ისე მართლა ყიდიან გენერალურ რეპეტიციებზე ბილეთებს. ხო არა? ოპერაში არის ეგ ტრადიცია. ჩვენთანაც სხვათა შორის უკვე მე მგონი დავნერგოთ კაცო ჩვენს თუ არ არის. ჩვენც რო დავნერგოთ და რა პრობლემაა? ორმაგი დავადოთ ფასი, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ ხო ვიმეორებთ სიმღერას და ორმაგი კონცერტი გამოდის. თან გენერალურ რეპეტიციაზე ისეთ რამე შეიძლება იხილონ, რაც კონცერტზე ვერ მოხდება და შესაბამისად ჩვენ ნამდვილ სახეს იხილავენ. კი ბატონო და გესვამისად ორმაგი იყოს ფასი. ხო, ამიტომ უნდა ვთქვა რომ სცენარის ავტორი და წამყვანი იქნება რა თქმა უნდა ჩვენი ნიკოლოზ სულუკიძე. მოვიკითხავთ ნიკას დიდი სიყვარულით. აუცილებლად, ასევე რეჟისორი იქნება თინათინ კორძაძე, მხატვარი მოვიკითხავთ. სოფო ბასიშვილი, ჩემი პროექტის თანაავტორი და მენეჯერი ანკა სალოქვაძე და რა თქმა უნდა მადლობა გოგით საბაძის ოჯახს და ბატონ კახა საბაძეს დობისთვის და ჩვენთან გვერდში დგომისთვის. ნამდვილად. ეს ოფიციალური ნაწილი მოვრჩი. კი ბატონო. შეგიძლიათ საბრძანდო. დიდი მადლობა.
მოკლედ საოცარი საღამო ელის ჩვენს მაყურებელს 7 და 8 თებერვალს და ყველას მოგიწოდებთ რა თქმა უნდა. არ ჭირდებათ, მაგრამ შეგახსენებთ უბრალოდ რომ 7 და 8 თებერვალს ყველანი ფილარმონიაში. ეხლა მითხარით ესეთი რამ, ესე იგი, რადგან ბატონი გოგიცაბაძის საიუბილეო კონცერტი არის, მაინტერესებს ჯაბოვიჩი რატომ არ იქნა მოწვეული? მე დავიჯერო ეხლა იქ მყოფ ადამიანებს ტაქსი არ ჭირდებათ? კითხვა ბატონ დავითთან. ბატონო დავით. ეგ როგორ გამოგვეპარა? თქვენ გეგონათ გეტყოდით შემსრულებლად გო? არა, ჯიმის შესრულების გარდა ტაქსისტობაც შეუძლია, ხო? ეგ არ არის შესასრულებელი. ბიჭიერი ბიჭია, ჩვენი ჯიმი, კაცო, რას ლაპარაკობ? არა, რა არის, ცით ეხა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდე იქ მელიქიშვილზე თუ იქ ძნელია იქ. საცობებია. საცობებია, თან ვერ გაჩერდება, ვერ დაიცდის, კონცერტი როდის დაიწყება, როდის დამთავრდება. ანუ ნაფიქრია, ესე იგი, ანუ თქვენ ჯიმიზე იზრუნეთ, მე როგორ პარკინგის ადგილებიც არ არის იქ ჭის და ანუ ამიტომ ჯიმიზე იზრუნეთ, მე როგორ ვიხდი? მე მგონი მაგითი დაიწყო ზრუნვა ამ კონცერტზე ზოგადად ამომავალ. და მე მე დაიბადა ყველა. ყველაფერზე ვფიქრობთ. ბატონო. ეხლა ფორტესთან მექნება რამდენიმე შეკითხვა. კი ბატონო. მანანა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენი არ უნდა დაგეწყო? მოვალთ შენ. არა, შენ წეღან ისეთი რამ მითხარი, შენ გონდა დამეწყო, მაგრამ ბოლოში იქნები შენ. თქვენი ისე გამიხარდა. თქვენი ჯგუფი შეიქმნა 1991 წელს. კონდათ რამე შემოსავალი თუ 2000 წლამდე ენთუზიაზმით ღეროდით, როგორ იყო? ნუ ენთუზიაზმით ღეროდით. შემოსავალი არ იყო, ხო? არის. არა, მერეც არ იყო, კარგად. მერეც არ იყო? დღემდე ენთუზიაზმით ღეროდით. არა, დღემდე არა, არა, დღემდე არა. დღემდე არა. ნუ მაშინ იყო ის პერიოდი. რაღაცა თქვი ნაწილობრივი ენთუზიაზმით, რაღაცა მაინც. ანუ ისე როგორ იყო მართლა, ანუ დავუφათ, აი როცა პირველი იყო, ყოფილა ხო ის ალბათ ისეთ შემთხვევა, რომ საერთოდ ისე რაღაცა ცოტა ფული პერიოდი იყო ჰონორარის გარეშე, მაგრამ ყველანაირი პერიოდი და სიტუაცია გვაქვს გამოვლილი, კი, ასე რომ ისიც იყო, ისიც იყო. პირველი ჰონორარი გახსოვთ? კი. რა ჩვენ გადავიხადეთ რომ გამოვიყვანეთ კონცერტზე თუ? არა, ჩემთან არ იხდიან არაფერს. იმიტომ არის ასე სერიოზულად მოწყენი. ზურა. დიახა, დადგაჩები დრო. რა გრძნობა, როდესაც 33 წელია ქალების ჭკუაზე დადიხარ? სადღარი პირადი გზნობების გარეშე დაახლოებით სადღაა გზნობა სადღარი გზნობა და სხვათა შორის მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს ნუ ალბათ იცით რა თქმა უნდა მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გარდა იმისა რომ ზურა არაჩვეულებრივი მომღერალია თამადაც ასევე არაჩვეულებრივი ზურა შემოუერთდა ღამის შოუების ოჯახს და ღამის შოუს წამყვანია თავადაც ჩვენი ზურა და რა ძალიან მახარებს. კარგი ღამის შოუს წამყვანი ხარ სხვათა შორის მინდა გითხრა რა. ესე მაშინ შენ კარგი თამადა ხარ. ხო, მადლობა. აი, დიდხანს უნდა გიხუროთ, ეხლა ვერ გავიგე რა. ხო რა. და ცეკვები რატო გამომიტოვე? ცეკვები ჩემთვის მტკივნეულია. ორივე სამაგიეროთ როგორი არა მტკივნეული ორი გოგონა გვყავს. არა, ნამდვილად. არა, შენთვის არა, მე და თათა ერთ ეტაპზე ნახევარფინალიდან გამოვარდით, თუმცა ღირსეულად შევძელით რომ შევეცადეთ და ბაბიკო მოიგო და ნუ საბოლოო ჯამში ღამის შოუს კარგი შედეგი გვაქვს. ცეკვავენ ვარსკვლავებში ისევე როგორც ფორტეს რა, თქვენც ყავთ გამარჯვებული, ჩვენც ყავს გამარჯვებული რა. ძალიან კარგი. ზურა, კარიერულად ყოველთვის ვითარდები რა. ანუ ბოლოს რომ გნახი მომღერალი იყავი და ახლა ღამის შოუს წამყვანი ხარ და ზვიოს რანაირად ჩაეცირა იქიდან. შინდა ზვიოსი. რა ხალხში აქვს საქმე? ხო და რას ველოდოთ კიდევ? რა ვიცი ახლა რა ტრამპის ადმინისტრაციიდან თუ დამირეკავენ თორე დანარჩენი რა მეტი რა გავქნა რა უნდა ქნა მეტი ხო ტრამპის ადმინისტრაციიდან ზოდაჟორის ის კაცი ისეთ კარგ რაღაცებს იძახის შენერი კარგი კაცი შეება კიდე უძახოს იგას რომ გამორიცხული არაფერია ჩემო ზურო მართლა რომ დამირეკოს ახლა თან ჩაწერის დროს შეიძლება ვიზაც კი გამიკეთოს ამერიკის ბოლოს და ბოლოს არა ადმინისტრაციაში შენ თუ წახვედი მე ვიზაზე შენ უნდა გთხოვოთ რომ გაგვიკეთო რა შენი ვიზა კაცო ხო მაგრამ მაგ ვიზით იწყება ეს თუ ჩახვედი ეს ჯო ვილსონი ნახე ვინაა გამიცემ ყველა აუ მაგით დავიწყებ ჩემ მოგზაურობას საერთოდ არსებობს თუ არა გავარკვიეთ და ვირტუალური ხომ არ არის ზურა ნათქვა მიგაქვს რომ თითოჯერ ყველა თითი მოტეხილი მაქვსო კი მართლა არის კი ბატონო ეს როგორ მოახერხე
ბატონმა დავითმა ხომ არ დაგიკეტა ესა რა ქვია დაგიხურა პიანინოს დაკვისას და ყველა თითი მაგიტო ხო არ მოიტეხე თუ შენით მოახერხე ვიფიქრე რა იქნებოდა ყველაზე კარგი პასუხი მაგრამ მაგაზე საუკეთესო პასუხი ურევია ბატონო დავით თქვენი ხელი არასოდეს მომისმენია როგორ უკრავს რას მოისმენდით და უკაუყურეთ და იქვე მოგატეხა დიდები აი ნინო წეღან ახლა როგორ გავიგო თქვენ რო ესაუბროთ როგორ უკრავს პიანინოზე თქვენი ზურა და ჩვენი ზურა აი ახლა ის შემთხვევაა რომ ნაკლი არა აქვს ზურას ხო გინდა დამიბრუნო ეგ შეკითხვა ხო ერთი წუთი საყურე გაისტორეში ნახე ეგრევე მოთაფრა მაგრამ ბატონ დავითისნაირად ვერ ნახე აი საყურის შესწორებით როგორ მოიგო რამდენი რამ იყო ნათქვამი ახლა აი ამ ერთ პატარა კარგი მაშინ რადგან ესე ბატონ დავითს დავაბრალეთ ზურას თითების მოტეხვა ესე ხიფათიანი ბავშვი ვიყავ ზოგადად და მაგიტომ თორე მაშინ ბატონ დავითს ვკითხავთ ესეთ რამეს ბატონო დავით პიანისტი ბრძანდებით და ფორტესთან ერთად რომ მოგიწვიეს სტუმრად ფორტეპიანისტი გამოდიხარ? ისე ძალიან კარგია რა ტანდემი ხო პიანისტი ვა ფორტეპიანო ხო? კი, ფორტეპიანო. კი ბატონო. ფორტეპიანისტი. ესე გამოვაცხადო. ფორტეპიანისტი დავით ფაზანაშვილი. ჩვენ მაინც ვფიქრობთ და იქნება ეს ფორტეს სოლო კონცერტი, მე ჩაფიქრებული მაქვს და მაინც გავაკეთებთ. ასე რომ იქ შეგვიძლია ცალკე ვიხუმროთ მაგაზე. სამომავლო გეგმებზე ვკითხე რა. რას აპირებთ სამომავლოდ ბატონო დავით? რა გეგმები გაქვს? აი ჯერ ყველაფერს რომ დავამთავრებ, მე გავაკეთებ ფორტეს კონცერტს. ყველაფერს რომ მოილა. თუ მეცლება, დიდი ფიქრი ჭირდება ჩვენთვის, გაიგე მაგიტო. ბატონო დავით, ისე დივანზე ჯდომა თუ არ გეკომფორტულებათ, შეგვიძლია გადაგსვათ გადასარევად. არა. ანუ არ გაწუხებთ ეგ ამბავი, ხო? მაშინ ესეთ რამეს შემოგთავაზებთ თქვენის ნებართვით, რომ ფორტეს თხოვოთ ჩვენ რომ შეგვისრულოს ერთი სიმღერა და ჩვენ მოვისმინოთ და დავტყვეთ ამ ყველაფრით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ერთის მაგრამ რამოდენიმე სიმღერა რომ გავაერთიანოთ თან გოგი ცაბაძის სიმღერები წინააღმდეგ ხომ არ იქნება. დიდებული ამბავია თუ ეგრე მოხდება. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ როგორც ყოველთვის, იცით ყველაფერი, კარგი მემეტება გაიხარეთ. შესანიშნავ კონცერტზე რა თქმა უნდა გეპატიჟებით ყველას. ღამის შოუში ფორტესთან ერთად. ხო. ცნობის ფურცელი, ცხელი ამბების და ვიღაცა შეშამოუპარია, ვერის უბანში მოუპარია, თუ დაიჭირეს ბასტა, თუ დაიჭირეს ბასტა, თუ დაიჭირეს ბასტა. ზუთი სოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება. თუ ერთმანეთს არ ავახარებთ, ამის მეტი რა დაგვრჩება. არ მიყვარს კაცი ორ პირით სპიერი არ შევჭამი მის ფურსარა თუ გინტყდებოდე მშიერი ჩვენთან ქრისტე პურობს ანგელოზი ჟამობს სოდვიანი ნანობს მადლიანი ხარობს გაუმარჯოს პავლესა დაისხამს და დალევასა როდე თუ გავს ხელი კეთილს ნუღარელი ქვიშა წყალს ვერ იჭერს ედი გაგექცება თავზე და გექცება ბარი ოცნების აშენ ის ნათელი რასაც ახლავს ბნელი ვეღარ ხარობს სიკეთე ვრეცხავთ და გრეცხავთ მთელი დღე ვრეცხავთ თხითა და ღამი ლამის გასაბნოთ სისპერიზე სამზეც გამოხარშოთ ლამის
მრეცხავ დარში და მრეცხავ თავდარში არ უნდა გაცდეს სამი ცა პატარა სუფთად რომ ეცვას მრეცხავ თითა და ღამით ხაფში იხარშება დილაც ერთი ერება ერთი უთო აუთოვებს ჯარისკაც დაგენერას ასეთია ეს ცხოვრება ბედის აბნის მუშტია ჩვენი ლხინი ჩვენი შვება ხოლო სიყვარულშია ხოლო სიყვარულშია ორა ცეცხლი ბრიალებს ორა სითბო ტრიალებს ანაბანა ანაბანა მამამ შეშა მოვიდანა ეცი ბატივი ანსამბლი ფორტე და დავით მაზანაშვილი იყვნენ დღეს ჩვენი სტუმრები